და ანი მამულაშვილის ჩართვის არის რომ მოგვესალმოს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩართვა გვაქვს დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩართვა გვაქვს და აბა თუ გამოჩნდება. დილამშვიდობის ანი. დილამშვიდობის ანი. დილამშვიდობის GDS დილის ყველა მაყურებელს ახლავე აგიხსნით 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობით მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ თემასთან დაკავშირებით და ამ დღესთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავს. თუ რა არის დაგეგმილი ამას უკვე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი მაია ომიაძე ისაუბრებს. დილამშვიდობის მაიკო, რა ღონისძიებები არის დაგეგმილი 3 დეკემბერთან დაკავშირებით? დილამშვიდობის ანი მივესალმები GDS-ის დილის მაყურებელს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებში არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. რამდენიმე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს უკვე მეორე წელია. საკმაოდ ხშირად ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი. კი, ნამდვილად მუდმივად მიმდინარეობს. ზუსტად ეს კვირეული, ჩვენ კვირეული ვუწოდეთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს 3 დეკემბერი ჩვენ უკვე კვირეულად გადავაქცეთ და ეს იქნება შემაჯამებელი თუ რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში, რას აკეთებს სამინისტრო. ამ პირველიდან 7 დეკემბრის ჩათვლით იქნება ეს კვირეული. დიახ, გაწერილია სხვადასხვა ღონისძიებები, არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისში, ლადა მესხიშვილის სახელობის თეატრში იქნება გამოფენები, უფრო დეტალურად უკვე აქ დამსწრე ადამიანები ისაუბრებენ ამ ყველაფერზე. მე მინდა საზოგადოებას მაყურებელს, GDS-ის დილის მაყურებელს მოუყვე ისტორია 3 დეკემბერი. საიდან წარმოიშვა, რა თქმა უნდა, მსგავსი ღონისძიებების არსებობა საერთოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივა, როგორც ყოველთვის, პირველად 1991 წელს გამოცხადდა მთელი წელი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო წლად და მაშინ ჩაეყარა საფუძველი სხვადასხვა ღონისძიებების აქტივობებს ჩაეყარა საფუძველი, მაშინ დაიწყო უფლებების დაცვა და მაშინ დაიწყო საზოგადოებაში ინტეგრაცია. ზუსტად 11 წლის შემდეგ უკვე 1992 წელს ისევ გაეროს მიერ 3 დეკემბერი გამოცხადდა საერთაშორისო დღედ და მთელი მსოფლიო ერთიანდება ამ დღეს იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩვენ ყველა ადამიანმა, არა მარტო ვთქვათ სამთავრობო იქნება ეს თუ ნებისმიერმა ადამიანმა მოახერხოს ის, რომ მიეხმაროს ჩვენს მეგობრებს, ჩვენი შვილების მეგობრებს, ჩვენი მშობლების მეგობრებს, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია. ეს ნამდვილად ერთ-ერთი აუცილებელი. მოდი ახლა მე გადავალ უკვე ამ ადამიანებთან დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა, რომ გაიყვიდეთ ესე ადრე. აქ არის ქალბატონი ინგაც, რომელიც უშუალოდ მუშაობს ამ ადამიანებთან ერთად, რომ მოგვიყვეთ, აი რა ნივთებს აკეთებთ, რა შეეხმარებით ამ ადამიანებს. დილამშვიდობის მივესალმებით საქართველოს მხრიდან და რა თქმა უნდა GDS-ის მაყურებელს განსაკუთრებით, რომელიც დღეს გვიყურებს ჩვენ. ჩვენ წარმოვადგენთ უკვე ითქვა აქ მაიკომ თქვა რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიბლიოთეკა, კულტურული ცენტრი, თანადგომა, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვას მქონე ახალგაზრდებს არდოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში და სოციალური ინტეგრაციის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას. დღეს ჩვენ წარმოდგენილი ვართ ჩვენი პროექტით, რომელიც დააფინანსა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ. ეს არის დასაქმების ხელშემწყობი, თვითდასაქმების ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც არის ლევანის ნანას და ბიჭების გაკეთებული. მე მინდა აღნიშნო, ლევა, თუ შეიძლება ეს შენი გაკეთებული რომ მომეწოდო. ეს არის ლევანის გაკეთებული, რომელიც არის მეგონა რომ თიხა და აღმოჩნდა რომ არის ჩვეულებრივი ქაღალდისგან, ხო, ლევან გაკეთებული. როგორ აკეთებ რომ მოუყვე GDS დილის მაყურებელს? ძალიან საინტერესოა და ძალიან მომწონს ეს ნივთების გაკეთება. და ვერავინ ვერ მიხვდება რომ ეს არ არის თიხა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ქაღალდის ნანა, შენი გაკეთებული რა არის რა ჩვენო მაყურებელს? ეს ალბათ თემატურია, ხო? მოდის ახალი წელი, თხის და ცხრის წელი, მე მგონი და ალბათ ამასთან დაკავშირებით გააკეთე. ასეთ რაღაცებს აკეთებ. და არის ძალიან ლამაზი, ნანა, მითხრა რომ აქამდე ვერ წარმოვიდგენდიო რომ მეო კერვა შემეძლო, მაგრამ ისეთ ლამაზ ნივთებს ქმნი, რომ ეს არის წარმოუდგენელი, ძალიან კარგად შეგიძლია კერვა. ჩვენ ახლა დროებით უნდა დაგემშვიდობოთ მეორე ჩარტოში, ისევ დაგიბრუნდებით ამ ადამიანებთან ერთად და უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც პირველიდან 7 დეკემბერს. ძალიან ლამაზი ნივთებია შენთან და ფანტასტიკური იდეა. ძალიან ლამაზია ყველაფერი. ხის დამზადება მე მგონი არა? კი. მოკლედ ველოდებით უკვე შემდეგ ჩარტვას. აუცილებლად დაგიბრუნდებით.